თელავში მათედევიძის მხარდამჭერი აქცია იწყება, მოქალაქეები პოლიტიკური პატიმრის მშობლიურ ქალაქში იკრიბებიან. თელავში აქტივისტები ჩავიდნენ თბილისიდანაც. დავით ჭაბაშვილი გვერდდება ადგილიდან გვეტყვის რა ხდება ქალაქში. დავით, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ. დიახ, ლუკა, ამ წუთებში თელავში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათედევიძის მხარდასაჭერი, აქ არიან შეკრებილები, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამოაზრეები. ისინი აპროტესტებენ, რომ რეჟიმმა ის პატიმრობაში გაუშვა და ითხოვენ მათ გათავისუფლებას. მე ახლა ჩემ ოპერატორს ვთხოვ, რომ კადრში გაჩვენოთ თუ რა მდგომარეობა არის ამ წუთებში თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ არიან შეკრებილები, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე არიან ოჯახის წევრებიც. მე ახლა გადავინაცვლებ ერთ-ერთ აქციის მონაწილესთან, ჩემს ოპერატორს ვთხოვ, რომ გამომყვეს. მოგესალმებით, თქვენ ახლა იმყოფებით თელავში, მათედევიძის მხარდასაჭერ აქციაზე, რომ გითხრა, რატომ შეიკრიბეთ აქ და თქვენი მოთხოვნა რა არის? უსამართლო რეჟიმის ტყვე მათედევიძეს უცხადებთ სოლიდარობას და არ ვცნობთ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმურს და ეს არის ჯოჯოხეთური წამება აქ მყოფი ადამიანებისთვის, მისი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის. ამიტომ სოლიდარობა მათეს და ყველა რეჟიმის ტყვეს, უკანონო პატიმრებს. დიდი მადლობა. ჩვენ ახლა გადავინაცვლებთ გიორგი ბოტკოველთან, რომელიც ის აქციას ესწრება. ბატონო გიორგი, თუ შეიძლება, ბატონო გიორგი, პირდაპირ ეთერში მუშაობთ, თუ შეიძლება რომ გამომყვეთ და გითხრათ, დღეს თელავში არის აქცია, რას აპროტესტებთ, რა არის თქვენი მოთხოვნა და რატომ გამოვიდა ეს ხალხი დღეს თელავის თეატრში? ძალიან უმძიმესი ფაქტია და დღეს მათეს პატიმრობა არის თითოეული ახალგაზრდის პატიმრობა ქვეყანაში, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვის. მე აქედან მინდა აუცილებლად გავამხნევო მათეს დედა. ქალბატონი თამუნა მე მას ვიცნობ და ის ემიგრაციაშია ეხლა და წარმომიდგენია ის რა დღეშია, მაგრამ ერთი რამე შემიძლია უთხრა. ჩემი სახელითაც, ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც ამ ბრძოლაში ვართ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ მათეს არ მოუწევს დიდი ხნით პატიმრობა. დარწმუნებული ვარ ამაში და ყველა პოლიტიკური პატიმარი იქნება თავისუფალი და ჩვენი ქვეყანა იქნება თავისუფალი იმ რეჟიმისგან პირველ რიგში, რომელიც რუსული რეჟიმიც აი ამ უფსკრულისკენ მიაქანებს ჩვენ ქვეყანას. არ არსებობს, ისტორიას არ ახსოვს, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ისტორიული წლები, როდესაც საქართველოს განსაცდელში ყოფილა, მაგრამ ის გამომძვრალა, გადარჩენილა, ამაზე უარესი დამპყრობლები წყოლია, როგორი დამპყრობელიც შეიძლება ითქვას, რომ არის რუსი ბიძინა ივანიშვილი. საქართველოს აუცილებლად გაბწყინდება და საქართველოს აუცილებლად გახდება თავისი ღირსეული ადგილის პატრონი დიდ სოფლიო გაერთიანებაში, ევროკავშირში. დიდი მადლობა. ეს იყო გიორგი ბოტკოველი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. ჩემს გვერდით ახლა იმყოფება შუშანა მაცაბერიძე, იმასთანაც გადავალ კითხვით. მოგესალმებით პირველ რიგში. დღეს შემდეგი ლოკაცია არის თელავი, თეატრის მიმდებარე ტერიტორია და რომ გითხრათ, თქვენი მთავარი მოთხოვნა რა არის, რატომ შეიკრიბეთ აქ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად და მათეს ოჯახის წევრებთან ერთად? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ის რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორი რეაქცია აქვს საზოგადოებას იმ უსამართლობაზე, რაც საქალაქო სასამართლოში გუშინ დაიწყო და კიდევ გაგრძელდება რეჟიმის ტყვეების მიმართ, ეს არის იმის ნიშანი, რომ არავინ არ აპირებს გაჩერებას, არავინ არ აპირებს რამის დათმობას და მათედევიძეს მინდა უთხრა, თუ უყურებს და თუ ნახავს ამ კომენტარს, რომ შენ თავად ხარ სინათლე და შენ თავად გვაძლევ ჩვენ ძალას, გვამხნევებ და ჩვენ ყველა ვარ ჩვენთან ერთად და შენს გამო თელავშიც წავალთ და შენს გამო არ ვიცი, ყველა თასაც კი გადავდგამთ და ყველაფერს ვიზამთ. მარტო არა ხარ, მინდა იცოდე, ყველა რეჟიმის ტყვეების გვერდით დგას ძალიან ბევრი ადამიანი და ხელისუფლებას, რუსულ ხელისუფლებას მოუწევს იმის აღიარება და მოუწევს იმის ფაქტად მიღება, რომ ამ ქვეყანაში მათი ადგილი არ არის. ეს ქვეყანა ეკუთვნის თავისუფალ მოქალაქეებს, ეს ქვეყანა ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომელსაც კაფიოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ ამ ქვეყნის მომავალი უნდა იყოს ევროპული და ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის. დიდი მადლობა. ეს იყო შუშანა მაცაბერიძე, რომელიც ადგილზე თელავში თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება აქციაზე. აქ მოსახლეობა ნელ-ნელა იკრიბება, უნდა ითქვას, რომ ჯერ აქცია არ დაწყებულა და ელოდებიან კიდევ ოჯახის წევრებს და მეგობრებს. ჩვენ რჩებით ადგილზე და მოვლენების განვითარების შესაბამისად უკვე დაგიბრუნდებით.